ბაღის ხეების შესახებ მოცემულია რომ თუ ხეს არ აქვს ყვავილი, მას აქვს ნაყოფიო. რას ნიშნავს ახლა ეს? თუ აქვს ყვავილი, შეიძლება ჰქონდეს ნაყოფი, ან არ ჰქონდეს. მაგრამ თუ ყვავილი არ აქვს, ნაყოფი აქვს. თუ ნაყოფი არ აქვს, ყვავილი აქვს. ანუ ამბავი ისაა, რომ ისეთი ხე, რომელსაც არც ყვავილი აქვს და არც ნაყოფი, ამ ბაღში არ მოიძებნება. კიდევ ერთხელ, ესე იგი შეიძლება ორივე ჰქონდეს, მაგრამ არც ერთი დაუშვებელია. თითოეული ხის ასაკი 11 წელზე მეტიაო, ანუ 11 წელი არის ამ ხეების ასაკთა ქვედაზღვარი, 11-ზე მეტი. ყვავილები აქვთ მხოლოდ იმ ხეებს, რომელთა ასაკიც 16 წელს არ აღემატება. ეს არის ყვავილებიანი ხეების ზედაზღვარი. ნაყოფი აქვთ მხოლოდ იმ ხეებს, რომელთა ასაკიც 13 წელზე მეტია, მაგრამ 18 წელს არ აღემატება. ხოლო ესე იგი 18 წელი ყოფილა ზღვარი ნაყოფის მქონე ხეებისა. ანუ 13 წლიდან 18 წლამდე. მაგრამ აქ ამბავი რა არის? ყველაზე მცირე ასაკი არის 11 წელზე მეტი. ხო, თუ მთელი რიცხვებით ვიმშელებ 12 წელი, თუ არა და 11 წელი და 1 დღე თუნდაც. ხოლო 18 წელს არ აღემატება, ნიშნავს, რომ 18-იც შეიძლება იყოს ამ შემთხვევაში ყველაზე დიდი ხე, ყველაზე დიდი ასაკის. რომელია შეუძლებელი? ვაშლის ხის ასაკი 8 წლით მეტი ალუბლის ხეზე არის შეუძლებელი. იმიტომ რომ მინიმალურ და მაქსიმალურ ასაკს შორის სხვაობა 8 წელზე ნაკლებია. 8 წელზე მეტი შეუძლებელია იყოს. ვაშლის ხეს აქვს ყვავილის ნაყოფიც დასაშვებია, ორივე რო ჰქონდეს რომელიმე ხეს, ეს პირველი პირობითი წინადადება არ გამორიცხავს შესაძლებლობას, რომ ორივე ჰქონდეს რომელიმე ხეს. ვაშლის ხეს აქვს ნაყოფი, მაგრამ არ აქვს ყვავილი დასაშვებია, მსხლის ხე 5 წლით ნაკლები ვაშლის ხეზე მოიძებნება ასეთი ორი ხე. მსხლის ხეს აქვს ყვავილი, მაგრამ არ აქვს ნაყოფი, ესეც თეორიულად შესაძლებელია. არ შეიძლება იყოს ჭეშმარიტი მხოლოდ პირველი. აპასუხე.